უდაუმტკიცებულება იმისა, რომ შრომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ არის ჭეშმარიტი შრომავალი და არ არის მატყუარი. როცა მუსლიმები ვიძახით, რომ ჩვენ გვჯერა იმისა, რომ შრომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო ჭეშმარიტი მოციქული ღმერთის, ჩვენ არ ვიძახით მაგას ჰაერზე. ჩვენ გვაქვს მაგაზე მტკიცებულებები. და დღეს მინდა ვილაპარაკო ერთ ჰადისზე, რომელიც შრომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ილაპარაკა მასზე 1400 წლის წინ. მაგას სანამ ამ ჰადის მოვიყვან, მინდა ერთი რამე თქვენთან ერთად გავიარო. ეს არის პროფესორი მაიკლ პეტრაგლია. და მაიკლ პეტრაგლია არის ადამიანის ევოლუციის ავსტრალიური კვლევითი ცენტრის დირექტორი, რომელიც არის გრიფითის უნივერსიტეტში, ბრიზბენში, ავსტრალიაში. მაგისტრატურა და დოქტორანტურა გაიარა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში. 2001 წლიდან 2016 წლამდე პროფესორი მაიკლ პეტრაგლია ასწავლიდა ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში, როგორც არის ოქსფორდი და როგორც არის კემბრიჯი. ანუ როგორც ჩვენ ხედავთ, არ არის პატარა პროფესორი, არის ძალიან ცნობილი თავის სფეროში, ავტორიტეტული არქეოლოგი. ის ასრულებდა თავის პროექტებს ბევრ ადგილებში, როგორც აფრიკაში, ასევე აზიაში, ასევე შეერთებულ შტატებში და ასევე სხვა ადგილებში. 2018 წელს მაიკლ პეტრაგლია დაიწყო კვლევის ჩატარება და იყო იმ კვლევის დირექტორი, რომელსაც დაარქვა პალეოუდაბნოები. მისი კვლევის მიზანი იყო, რომ გაერკვია რა კავშირი აქვს ერთმანეთთან აფრიკას და ევრაზიას და მაგას მოუწია კვლევების ჩატარება ასევე იმ ტერიტორიებზე, რომელიც არის მათ შუაზე, ანუ არაბეთის ნახევარკუნძულზე. და ამ საქმეში ეხმარებოდა მაგას ევროპის კვლევითი საბჭო. და ის რაც აღმოაჩინა მაიკლ პეტრაგლია ამ კვლევის დროს, ჩააგდო ყველა ხალხი შოკში და ასევე თქვენც ახლა გაიგებთ რატომ. მაიკლ პეტრაგლია გაარკვია ის, რომ საუდის არაბეთში იმ ადგილას, სადაც ათასობით წლების განმავლობაში იყო უდაბნო, არანაირი ზღვები, არანაირი მდინარეები და ასე შემდეგ, თურმე მან ყოფილა ადრე ჯუნგლები და ადრე ისეთი ცხოველები მან ცხოვრობდნენ, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც არის წყალი, სადაც არის სიმწვანე, ჯუნგლები და ასე შემდეგ. მოდით წავიკითხოთ რა თქვა თვითონ მაიკლ პეტრაგლია ამ თემაზე. მან იძახის, ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთეთ დისტანციური ზონდირება იყო. მაგალითად ჩვენ გადავხედეთ სპუტნიკურ სურათებს და აღმოვაჩინეთ, რომ საუდის არაბეთს ათასობით უძველესი მდინარე კვეთდა. ამჟამად ჩვენ ასევე 10,000 უძველეს ტბას ვითვლით. წარმოგიდგენთ რამდენი? 10,000. მერე იძახის, ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ნამარხების აღმოჩენაა. ისინი რაღაცას ამბობენ იმ ცხოველების სახეზე, რომლებსაც შეეძლოთ არაბეთში მიგრაცია. ჩვენ გვაქვს სპილოების ნამარხები. ისინი იყვნენ გიგანტური არსებები, გაცილებით დიდები ვიდრე აფრიკული სპილოები. საოცარია, რომ ჩვენ ასევე გვყავს ბეჰემოტები. ეს აღმოჩენები გეუბნებათ იმაზე, თუ რამდენად ნოტიო იყო სინამდვილეში, ანუ ის ტერიტორიები. რადგან ბეჰემოტებს არ შეუძლიათ გადარჩენა ძალიან მშრალ პირობებში, ამიტომ გარემო უნდა ყოფილიყო მწვანე, რათა მათ გადარჩენილიყვნენ. ასე რომ არაბეთში ნამდვილად ბევრი ტბა და მდინარე იყო და უხვად იყო ბალახი და მცენარეულობა, რომლითაც ამ ცხოველებს შეეძლოთ ჭამა. ჯერჯერობით ჩვენ დავათარიღეთ ადგილები ბოლო 500,000 წლით, რომლის განმავლობაშიც დედამიწის კლიმატი შეიცვალა. ჩვენ ვნახეთ, რომ არქეოლოგიური ადგილები შეესაბამება თითოეულ ნოტიო ფაზას. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ პროფესორი მაიკლ პეტრაგლია იძახის იმას, რომ საუდის არაბეთში, იმ ადგილებში, რომელიც უკვე ათასობით წლებით არის უდაბნო, არანაირი წყალი, სიმშრალე, მან იყო თურმე ჯუნგლები. მან იყო 10,000-ობით მდინარეები, ტბები და ასე შემდეგ. მან ცხოვრობდნენ ისეთი ცხოველები, როგორც სპილოები და უფრო დიდები იყვნენ ვიდრე აფრიკული სპილოები. ასევე ბეჰემოტები და მაგათთვის იყო შეუძლებელი ცხოვრება იმ ადგილებზე, სადაც არ იყო წყალი. და ასევე მაიკლ პეტრაგლია იძახის იმას, რომ მან იყო არა მარტო ჯუნგლები, ასევე სიმწვანე და ბალახეობა იყო უამრავი, ანუ გავსებული იყო. და ეს ყველაფერი ეს აღმოჩენა დაადგინა რითი? სპუტნიკური სურათებით, ზონდირებით და ასე შემდეგ. ანუ გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგია იმისთვის, რომ გაერკვევინა, რომ თურმე მან ადრე ყოფილა იმ ადგილებში ყოფილა ჯუნგლები და ასე შემდეგ. მაგრამ რა შუაშია ეგ ყველაფერი, რასაც მე ახლა მოვყევი იმასთან, რაზეც თქვა შრომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. მე ახლა წავიკითხავ თქვენთვის ერთ ჰადის, რომელიც შრომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ეგ სიტყვები 1400 წლის წინ, 14 საუკუნეს წინ. შრომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ლა ტაყუმუ საათუ ჰატტა თაუდა ალ-არდუ ალ-არაბი მურუჯან ვა ანჰარან." არ დადგება აღსასრულის დღე, სანამ არაბების მიწაზე არ დაბრუნდება სიმწვანეები და მდინარეები. შრომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ გამოიყენა ამ ჰადისში სიტყვა აადა. აადა ნიშნავს დაბრუნებას. არაბულ ენაში არის ორი სიტყვა აადა და რაჯაა. ორივე ნიშნავს ქართულ ენაში დაბრუნებას. მაგრამ განსხვავება რაშია? სიტყვა აადა ნიშნავს დაბრუნებას იმ მდგომარეობაში, როგორც იყო სუთავიდან. და ჩვენ ვხედავთ დღეს რა ხდება საუდის არაბეთში, იმ ადგილებში, სადაც არ იყო არანაირი სიმწვანე, არანაირი ბალახები, არანაირი მდინარეები. დღეს იმ ადგილებში გაიზარდა ახალი ხეები გაიზარდნენ.
ბალახი ამოვიდა, მდინარეები წამოვიდა, ტბები შეიქმნა და ასე შემდეგ. ანუ ხდება ის, რაზეც ილაპარაკა შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა 1400 წლის წინ და შუმავალისთვის, ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობდა 1400 წლის წინ, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ისეთი თანამედროვე ინსტრუმენტები, როგორც არის დღეს, სპუტნიკური ზონდირება, სპუტნიკური სურათები, გადაღება და ასე შემდეგ. შეუძლებელი მაგისთვის, რომ მას ცოდნოდა ის უდაბნოები, რომელიც ათასობით წლების განმავლობაში იყო უდაბნო, არ იყო არც ერთი მდინარე, არც კვალი იყო იმის, ანუ ცარიელი თვალი შეუძლებელი იყო იმისთვის, რომ ადამიანს ენახა ან გაიგო რამენაირად, რომ მანდ იყო მდინარეები. და ეს აღმოაჩინეს მხოლოდ 21 საუკუნეში. ადამიანი, რომელიც არ იცოდა არც კითხვა, არც წერა, როგორ იცოდა ეგეთი აღმოჩენა, რა თქმა უნდა უკვე ღმერთისგან. იმიტომ ეგეთი აღმოჩენები შეუძლებელი იყო ადამიანის, რომ გაიგო იმ დროს. და ეს არის შემოძმემდადებო მხოლოდ ერთ-ერთი უამრავ წინასწარმეტყველებისგან, რომელიც თქვა შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა. და ჩვენ ასევე ბევრს მოვიყვანთ ეგეთ მაგალითებს ღმერთისნებით. ღმერთმა ხეირი და ბარაკა მოგცეთ, თქვენი იმანი, თქვენი რწმენა გაამაგროს, დაგისვას ნებისმიერი ეჭვებისგან, რომელიც ხალხი ცდილობს ჩააგდოს თქვენს რელიგიაში. Assalamu alaikum.